ირანი სასოწარკვეთილია მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სახმელეთო შეჭრისთვის მზადება დაიწყო და გამოაცხადა, რომ ისინი ჰორმუზის სრუტის კონტროლს აიღებენ საკუთარ თავზე. ჩვენ გავხდებით სრუტის მცველი. შეიძლება მას სრუტის მფარველ ანგელოზიც კი უწოდოთ. ამისთვის უნდა გადაგვიხადონ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეიძლება მიიღონ, თუ ირანის სანაპიროზე სტრატეგიული კონტროლის დასამყარებლად სახმელეთო შეჭრა მოხდება. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის აღდგენა. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის მცველი იქნება. ამასობაში ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა ახალი იერიშები საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სანაპირო რადარებზე, რაკეტების პოზიციებზე, დრონებსა და რევოლუციური გვარდიის ხომალდებზე. ამავე დროს ავიამზიდები აბრაჰამ ლინკოლნი და ჯორჯ ეიუ ბუში, ასევე ორი დიდი ამფიბიური ხომალდი კვლავ მობილიზებულია ახლო აღმოსავლეთში. ამ კომბინაციამ თეირანში განგაში გამოიწვია, რადგან ეს ქმედებები ამცირებს იმ სისტემებს, რომლებიც გამოიყენება სანაპიროს დასაკვირვებლად და უცხოური ძალების მიახლოების შესაჩერებლად. ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმება თეირანმა დაარღვია და დაპირებას იძლევა, რომ ძალით უპასუხებს. ჩვენ ძლიერად დავარქვით მათ გუშინ ღამით. თითოეულ გაგზავნილ დრონზე შესაბამისი პასუხი გავეცით, მაგრამ მქონდა შეთანხმება, რომელიც არავის იცოდა. ეს იყო დახურული შეთანხმება, მაგრამ მაგ დაარღვიეს. ისინი ყოველთვის არღვევენ. უკვე 10 შეთანხმება ქონდა მათთან, ასე რომ ძლიერად დავარწკამთ და სრუტეს კონტროლის ქვეშ დავიჭერთ. რას ამზადებს ვაშინგტონი ირანის სანაპიროსთან? რატომ ნადგურდება ახლა რადარები და თავდაცვითი სისტემები? როგორ იმოქმედებს ირანი თუ ამერიკელი ჯარები მის ტერიტორიაზე შევლენ? ამასაც მალე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი გაწელვის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. დონალდ ტრამპმა ზეწოლის გამკაცრება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც თეირანმა კვლავ გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვა და დაიწყო ნებართვის მოთხოვნა გავლაზე. São para passagem de embarcações. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გახსნილად დატოვებს მარშრუტს ირანის ნებართვითაც და მის გარეშეც და გამოაცხადა, რომ რეგიონში გადაზიდულ ტვირთებზე 20%-იან გადასახადს დააწესებს, როგორც საზღვაო დაცვის საფასურს. იახ, ჩვენ არასდროს მოგვიგია, ჩვენ უპასოდ ვიცავდით, ახლა კი დავიცავთ და ამისთვის ფულს გადაგვიხდიან, დიდ თანხას. მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ აგვინაზღაურონ იმისთვის რომ ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენს ხალხს საფრთხეში ვაკენებთ. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა დარტყმები საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სანაპირო რადარებზე, სარაკეტო ობიექტებზე, დრონების პოზიციებსა და მცირე სამხედრო ხომალდებზე. ეს სამიზნეები იცავს სანაპირო ზოლს და აძლევს ირანს საშუალებას დააკვირდეს მისკენ მომავალი გემებსა და თვითმფრინავებს. როდესაც ეს სტრუქტურები თანმიმდევრულად ნადგურდება, ვაშინგტონი იძენს შესაძლებლობას აკონტროლოს ცა, ზღვა და სანაპიროს სტრატეგიული წერტილები. ეს არ ამტკიცებს, რომ შეჭრა უკვე ნებადართულია, მაგრამ ქმნის საჭირო პირობებს იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს წინსვლას. საზღვაო ძალების კონცენტრაცია ამყარებს ამ მოსაზრებას. შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ყავს ავიამზიდები აბრაჰამ ლინკოლნი და ჯორჯ იუ ბუში, რომლებსაც თან ახლავს ამფიბიური ხომალდები ტრიპოლი და ბოქსერი. ავიამზიდები უზრუნველყოფენ შეტევებსა და საჰაერო დაცვას. ამფიბიური ხომალდები კი შეუძლიათ გადაიყვანონ საზღვაო ქვეითები, ვერტმფრენები და სადესანტო საშუალებები. ამ პლატფორმების ერთდროული ყოფნა ტრამპს აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს დაბომბვები, დაიცვას სავაჭრო კონვოები და განახორციელოს ირანის ტერიტორიის შეზღუდული ოკუპაცია. წინასწარ გრძელ კამპანიაზე განცხადების გარეშე, ყველაზე ძლიერი გაფრთხილება ყოფილმა გენერალმა ფრენკ მაკენზიმ გააკეთა, რომელიც ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური გრია. 12 ივლისს ნაჩვენებ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამერიკულ ძალებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის კონტროლი და ასევე ხარდის კუნძულის დაკავება, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი პუნქტია. მაკენზიმ თქვა, რომ ირანის ტერიტორიის დაკავება ვაშინგტონის ძალაუფლებას გაზრდის მომავალ მოლაპარაკებებში. მან თეირანისკენ სულაზე არ უსაუბრია, მაგრამ საჯაროდ დაასახელა ირანის მიწის დაკავება შესაძლო ვარიანტებს შორის. როდესაც ყოფილი რეგიონული სარდალი ასეთ ნაბიჯს ეროვნულ ტელევიზიაში იცავს, ეს იდეა მხოლოდ ჭორის დონეზე აღარ რჩება. დუქმის სპორტი ომანში ასევე მოხდა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც გავრცელდა სურათები, რომლებიც როგორც ამბობენ, ამერიკული სპეციალური ოპერაციების მხარდაჭერის გემს აჩვენებს. ამ ხომალდის იქ ყოფნა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, როგორც შეჭრის გეგმის ნაწილი. მიუხედავად ამისა, დუქმი უზრუნველყოფს ცუდომას არაბეთის ზღვაზე და მდებარეობს ჰორმუზის სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთის მიღმა. თეირანისთვის ამ რეგიონში ამერიკული ძალების ნებისმიერი გაძლიერება ზრდის ეჭვს, რომ ვაშინგტონი ამზადებს ალტერნატიულ გზებს სანაპიროდან შესასვლელად ან კუნძულებისა და სტრატეგიული ობიექტების სწრაფ დაკავებას დაუჭიროს მხარი. ირანმა უპასუხა მთელი რეგიონის მასშტაბით თავდასხმების განხორციელებით.
მაგრამ ეს რეაქცია ასევე აძლევს ტრამპს არგუმენტს, რომ ირანული სტრუქტურები უნდა განეიტრალდეს, სანამ ახალი თავდასხმები მიაღწევს ბაზებსა და სავაჭრო მარშრუტებს. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოხდა თავდასხმა GFS Galaxy-ზე, კონტეინერმზით გემზე, რომელიც კვიპროსის დროშით მოძრაობდა. გემი დაუდგენელი ჩურვით დაზიანდა, როდესაც ორმუზის სრუტეს კვეთდა. 23 ეკიპაჟის წევრი ომანის საზღვაო ძალებმა გადაარჩინეს. მაგრამ ინდოელი ინჟინერი კვლავ დაკარგულად ითვლებოდა. ირანმა განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რადგან გემი დაუშვებელ მარშრუტზე მოძრაობდა. ვაშინგტონისთვის ეს შემთხვევა მიუთითებს, რომ თეირანი აპირებს თავად გადაწყვიტოს, რომელი ხომალდები იმოძრავებენ და ძალას გამოიყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც მის წესებს არ დაემორჩილება. კრიზისი იემენსაც შეეხო. საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა იემენის მთავრობამ განაცხადა, რომ სანაას საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიქს დაარტყა, რათა ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის თვითმფრინავის დაშვება შეეჩერებინა. მობრუნდით აქეთ, დაბრუნდით. ამ მომენტში ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ, აგრესიული საჰაერო იერიშები სანაას საერთაშორისო აეროპორტზე გრძელდება. ორი იერიში ასაფრენ-დასაფრენ ბილიქს მოხდა. აქ ასაფრენ-დასაფრენ ბილიქზე როგორც ხედავთ, აგრესია თავისებურებები. ჩიკო, გისმენ? თვითმფრინავი გადახავდა ხუთის დელეგაცია, რომელიც ბრუნდებოდა ალი კამენეის გარდაცვალების ცერემონიებიდან და საბოლოოდ დაეშვა როდეიდაში. ქუთებმა საუდის არაბეთი დაადანაშაულეს დაბომბვაში და საფასუხო ნაბიჯები დაანონსეს. იახია სარემ განაცხადა, რომ დეესკალაციის ფაზა დასრულდა. ეს ეპიზოდი აჩვენებს, რომ ირანის წინააღმდეგ ზეწოლამ უკვე მიაღწია დერეფანს, რომელსაც მისი მოკავშირეები იემენში იყენებენ და შეიძლება ხელახლა გახსნას ფრონტი, რომელიც შედარებით შეკავებული იყო. ტრამპმა კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა, როდესაც განაცხადა, რომ ალი კამენეი აღარ არის და რომ მისი ვაჟი მოსტაბა 90%-ით გზიდან არის ჩამოშორებული. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანმა დაკარგა თავისი საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების და თავდაცვის დიდი ნაწილი. არაფერი დარჩა, არც საზღვაო ძალები, არც საჰაერო ძალები, ყველაფერი დასრულდა. მათი საჰაერო თავდაცვაც დასრულდა. მათი ყველა ლიდერი მოკლულია. მათი საუკეთესო ლიდერები მოკლულები არიან, ისინი აღარ არიან. კამენეი გარდაიცვალა, მისი შვილი უკვე 90%-ით გზიდანაა ჩამოცილებული და New York Times-ი წერს, დღეს ისინი უკეთესად არიან. და მათი ინფლაცია 350%-ია. თეირანი ახლა ფეთქებად ვითარებას აწყდება. სანაპირო თავდასხმის ქვეშაა. სავაჭრო მოძრაობა რამდენიმე დღეში დაახლოებით 52%-ით შემცირდა და ბრენტის ნავთობის ფასი ორშაბათს 4% ცენტზე მეტით გაიზარდა. რეჟიმი ცდილობს შეინარჩუნოს ჰორმუზის სრუტის კონტროლი, დაიცვას თავისი მოკავშირეები და ამავე დროს უპასუხოს შეერთებულ შტატებს. ვაშინგტონი ზრდის საზღვაო ძალების ყოფნას და ღიად განიხილავს ირანული კუნძულის დაკავების შესაძლებლობას, რათა გამოიყენოს ეს პოლიტიკური უპირატესობისთვის. შესაძლო სახმელეთო შეჭრა შეიძლება შეზღუდული ფორმით დაიწყოს. კუნძულის ნავთობის ტერმინალის ან სანაპირო ზოლის ოკუპაციით, მთელი ირანის დასაპყრობად კამპანიის გარეშე. ეს ვარიანტი საშუალებას მისცემდა ტრამპს ზეწოლა მოეხდინა თეირანზე, გაეხსნა სრუტე და სამხედრო გამარჯვება წარმოეჩინა ტერიტორიის სიღრმეში შეჭრის ბრძანების გარეშე. ყოველი ახალი ირანული თავდასხმა ამერიკულ სამხედრო ან სავაჭრო გემებზე, როცა მთავრობა ცობად ცდილობს დაიცვას ამერიკული ინტერესები და სამხედროები იქ არიან, ეს ალტერნატივა შეიძლება სიტყვებიდან ოპერაციების გეგმაში გადავიდეს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ Impix-ის კოდით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს მოგაწოდოთ სიმართლე და ინფორმაცია. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.